ანალიტიკა, აქ სერიოზული არაფერი არ ხდება, აქ ძირითადად გვიჩვენებს სტატისტიკას გაყიდვების. შეგვიძლია აქედან მოვნიშნოთ თარიღი, რა თარიღში გვინდა იყოს, ასევე შეგვიძლია აქედან მოვნიშნოთ ეს ჩამონათვლიდან, რომელიც გვაწყობს. ბოლო 30 წუთში, ბოლო 12 წუთში, ბოლო 7 დღეში, ბოლო 10 დღეში და ასე შემდეგ. აქ თავისით ანგარიშობს არითმეტიკულად საშუალო დრაფასიანი პროდუქტი იყიდება. კონვერსიების რეიტი, სესიების რაოდენობა და ასევე აჩვენებს საიდან გადმოდიან საიტზე, როგორც ხედავთ, ჯორჯია, თბილისი და United States უკვე 0-ს აჩვენებს და 22-ს. ეს ძირითადად თვითონ სისტემა გადმოდის ხოლმე და მაგას აჩვენებს ხოლმე. საიდან გადმოვიდნენ, მაგალითად Facebook-იდან, direct known და თბილისი, სოციალი Facebook-იდან არის ვიღაცა გადმოსული ერთი ადამიანი. რეპორტები აქვს. მოხსენებები არის, სესიები, ლოკაციიდან. აი მაგალითად United States ამერიკიდან იყო 25 სესია გაკეთებული. და აქ ლაივიდან უკვე აჩვენებს ონლაინ რეჟიმში ზუსტად ახლა რამდენი ადამიანი არის შემოსული საიტზე, გაყიდვები, ეს ვიზიტორები, ეს სესიები, შეკვეთების რაოდენობა, საიდან არიან შემოსულები და ასევე რუკაზეც აჩვენებს ხოლმე აი აქედან ნახეთ, როგორც აი ამას აჩვენებს ახლა აქ your store დალიანთო, ზუსტად მაგ პრინციპით აჩვენებს ხოლმე რომელი ადგილიდან არიან შემოსული ადამიანები. აი ესე წერტილს აჩვენებს ხოლმე.